სამხატვრო სალონში გაყიდული ყოველი ნახატი ზეთის საღებავითაა შესრულებული. ან ნატურმორტს წარმოადგენსო. შესაბამისად, რადგან სასტუმროს ფოიეში გამოფენილი ნახატი არ წარმოადგენს ნატურმორტს, ამიტომ ის არ არის შეძენილი სამხატვრო სალონშიო. ნუ, მოცემულ ეტაპზე მსჯელობას რა თქმა უნდა აქვს ხარვეზი, ის ფაქტი, რომ ფოიეში გამოფენილი ნახატი ნატურმორტი არ არის, არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სამხატვრო სალონში იყოს შეძენილი, ხო, იმიტომ რომ ზეთის საღებავით შესრულებული ეს შესაძლებლობა ჯერ არ გამოგვირიცხავს. სასტუმროს ფოიეში გამოფენილი ყველა ნახატი ფანქრითაა შესრულებულიო. ესე იგი, ნახე, თუ ფოიეში გამოფენილი ნახატები ნატურმორტი არ არის და თან არც ზეთის საღებავითაა შესრულებული, იმიტომ რომ ფანქრითაა შესრულებული, ეს ნიშნავს იმას, რომ აპასუხის დამატების შემთხვევაში მოცემული მსჯელობა უკვე ლოგიკურად მართებული გახდება. B. სასტუმროს ფოიეში გამოფენილი არც ერთი ნახატი არ წარმოადგენს ნატურმორტს. ოკეი, ამიტომ მსჯელობა მართებული ვერ გახდება, იმიტომ რომ ზეთით შესრულებული ნამუშევარი შეიძლება იყოს ნახატი. სასტუმროს ფოიეში გამოფენილი ნახატი ზეთის საღებავით შესრულებული ზღვის პეიზაჟიაო და რა თქმა უნდა, ტოვებს შესაძლებლობას, რომ სამხატვრო სალონში იყოს შეძენილი. სასტუმროს ფოიეში გამოფენილი ნახატი ზეთის საღებავითაა შესრულებული, ესე იგი, ქმნის შანსს, რომ მოცემული ესე იგი ნახატი იყოს ამ სამხატვრო სალონში შეძენილი, ანუ მსჯელობა არ გამოდის მართებული. სასტუმროს ფოიეში გამოფენილი ზოგიერთი ნახატი ნატურმორტს წარმოადგენს, ეს დებულებას ეწინააღმდეგება. ამიტომ აპასუხია აქ სწორი.